საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით 2022-25 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება კომპანიებს, რომელთა მოვალეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელების ხარისხისა და სათანადო შესრულების მონიტორინგი იყო. მოკვლევის დაწყების საფუძველი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვა გახდა. სააგენტოს ინფორმაციით სამინისტროსა და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც სავარაუდოდ არღვევდა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონს. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ცალკეული გარემოებები, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის შესაძლოა ადგილი ჰქონოდა შეთანხმებულ ქმედებას. სავარაუდო შეთანხმებული ქმედებები შეეხება რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებს. მოკვლევის დაწყების საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ რეგიონალური განვითარების სამინისტროდან და ასევე სხვადასხვა რეგიონალური თვითმმართველობითი ერთეულებიდან. პერიოდი, რომელიც ჩვენ გავანალიზეთ, ეს არის 2020-2025 წლები, დაახლოებით 255-მდე ტენდერი, სადაც იკვეთება რიგ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობა, ხშირ შემთხვევაში ერთი ან ორი კომპანიის, ასევე არის შემთხვევები, როდესაც სატენდერო ფასი და კომპანიების მიერ მოგებული ფასი ხშირ შემთხვევაში იდენტურია. რამაც შექმნა გონივრული ეჭვი იმის შესახებ, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული მიმართულებები იმას, რომ რიგ კომპანიებს შორის არის გარკვეული გარიგებები. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოკვლევა ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლი, რომელიც გულისხმობს შესაძლო გარიგებებს ამ მიმართულებით და მოკვლევამ უნდა აჩვენოს, არის თუ არა მსგავსი შემთხვევები აღნიშნულ მიმართულებაში და თუ დადგინდება, რომ რიგ კომპანიების შემთხვევაში და 11 კომპანიიდან ვინც არის, ასე რომ ვთქვათ, ვინც იქნება შესაძლო გარიგების მონაწილე, ბუნებრივია მოკვლევის დასრულების შემდეგ ამისთვის გათვალისწინებულია სანქცია შესაბამისი, რომელიც გულისხმობს დაურღვევი კომპანიის მიმართ წინა წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე თანხის დაკისრებას. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობას ბაზარზე. ამჯერად რეგიონული განვითარების სამინისტრო მიმართა კონკურენციის სააგენტოს სამშენებლო ზედამხედველობის კონცენტრაციის შესწავლასთან დაკავშირებით. ამ ნაწილში 2022-2025 წლებში მიმდინარე ტენდერები არის საინტერესო. შესაბამისად მოხდება მოკვლევა ბაზარზე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის სავარაუდო გარიგების ფაქტებთან დაკავშირებით. საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური და პროდუქტიული განკარგვა კვლავ პრიორიტეტულია ჩვენთვის. შესაბამისად ჩვენ განვაგრძობთ დაკვირვებას ბაზარზე სხვადასხვა CPV კოდებზე განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. შესაბამისად მოკვლევის შედეგების მიხედვით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.